გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline. დიდი მადლობა რომ მიყურებთ პირველ რიგში. განვაგრძობ ირანის თემის მიმოხილვას, თვალყურის დევნებას და ბოლო სიახლეებს გაგაცნობთ, რაც არის ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რაც არის საგულისხმო. მოკლედ სიტუაცია ყოველდღიურად იძაბება და ნებისმიერ დროს შეიძლება რაღაც დიდი მოხდეს. რაც შესაძლოა გახდეს მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ ირანში შეიცვალოს რეჟიმი, რომელიც 1979 წლის რევოლუციის შემდეგ მართავს ქვეყანას და ეს ყველაფერი ხდება თავად ირანელი ხალხის ძალიან დიდი პროტესტის ფონზე, მათი ძალიან დიდი მსხვერპლის ფონზე, რომელიც გაიყეს და თავად მათი მოწოდებების ფონზე, რომ მათ ჭირდებათ დახმარება, პირდაპირ მიმართავენ ტრამპს, მიმართავენ უკვე დიდი ხანია. თავის მხრივ ტრამპს ჰქონდა დაპირება, ასეთი განცხადებები, რომ დახმარება გზაშია და პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ გზის ბოლოში გავიდა ეს დახმარება, ახლა საქმე დგას უკვე მოქმედებების დაწყებაზე. ზოგადად საკითხი ასე არ დგას, უკვე აღარ განიხილება ასე დაარტყავს თუ არა. ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელს საამისოდ ძალიან ბევრი საფუძველი არსებობს, რომ ვთქვათ, რომ ფაქტობრივად გადაწყვეტილი ამბავი არის სამხედრო ოპერაციის დაწყება. იმ მანევრებიდან გამომდინარე, რაც მიმდინარეობს რეგიონში ირანის გარშემო. საკითხი დგას ახლა ასე, როდის დაარტყამს ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები პრინციპში მარტო ამერიკის შეერთებული შტატები არა, ისრაელიც და უკვე დიდი ბრიტანეთიც ჩაერთვა ამ პროცესში. ირანს და მისი რეჟიმის საყრდენ მთავარ ორგანოებს, მისი რეჟიმის მთავარ ძალოვან სტრუქტურებს, რომელიც ამჯერად ბოლო დაახლოებით უკვე თითქმის ერთი თვის განმავლობაში, ერთი თვე ჯერ არის, მაგრამ 28 დეკემბრის შემდეგ მიმდინარეობს ეს პროცესი და არც ბევრი უკლია. ხალხის ხოცვით არის პირდაპირ გაგებით დაკავებული, საკუთარი მოქალაქეების ხოცვით არის დაკავებული ირანის რევოლუციის გუშახთა კორპუსი პირველ რიგში და სხვა ძალოვანი თუ საპოლიციო ძალები, რომელიც მათ გააჩნიათ, პლუს ამას ემატება სასამართლო, რომელიც როგორც გაირკვა თურმე მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ინფორმაცია იყო, რომ სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილებებმა რაღაცა ცვლილება განიცადა და დაპაუზდა თუ გადაიდო, გაირკვა, რომ არა, უკვე დაწყებული არის ეს პროცესი და არის უკვე პირველი შემთხვევებიც სიკვდილის დასჯის და ამის შესახებაც ამ ვიდეოში მოგიყვებით. პირველ რიგში ნახოთ რა მდგომარეობა არის სამხედრო მობილიზების თვალსაზრისით და ეს ფოტო ამის დემონსტრირებისთვის მოგიმზადეთ, ასე ვთქვათ, რომელსაც ეკრანზე ხედავთ. აქ არის მონაცემები 25 იანვრისთვის, ასე ვთქვათ, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს პროცესი დასრულებული არ არის, ჯერ კიდევ ხედავთ მოძრაობებს. ცაში, ზღვაზე და შესაძლოა კიდევ გაიზარდოს ეს მონაცემები, რაც აქ არის, მაგრამ რასაც ახლა ვხედავთ, ეს უკვე არის ძალიან მასშტაბური, ეს არ გავს რაღაცა რუტინულ გადაადგილებას, არც რაღაცა მანევრს იმისთვის, რომ ვინმე შეაშინონ, ეს აშკარად არის ძალიან დიდი მობილიზება იმისთვის, რომ რეალური სამხედრო მოქმედებები დაიწყოს და ხედავთ ციფრებს და აკვირდით, აქ არის წარმოდგენილი, როგორც ხედავთ გრაფებში, ვის რაყავს განლაგებული უკვე ისრაელის გარშემო რეგიონში, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე დიდ ბრიტანეთს, ისრაელს და აქ არის დაჯამებული მონაცემები, რომელიც ასე გამოიყურება. მთლიანობაში საუბარი არის ამ დროისთვის 418 მხოლოდ დამრტყმელი ავიაგამანადგურებლის განლაგებაზე. აქ არის სხვადასხვა ტიპის ავიაგამანადგურებლებზე საუბარი, მათ შორის F-16-ები, F-15-ები, ასევე ტაიფუნები, 11 ცალი, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა გააგზავნა და მთლიანობაში 418 ავიაგამანადგურებელი, როგორც თქვით, ამას ემატება ტანკერები, საჰაერო ტანკერები იმისთვის, რომ ჰაერშივე მოხდეს მათი საწვავით უზრუნველყოფა 57 ერთეული, პლუს აქ არის სადაზვერო თვითმფრინავები და სხვა ტიპის, არ ვიცი, დამატებითი უზრუნველყოფისთვის ჯამში საჰაერო ძალები წარმოდგენილი არის 482 ერთეულით და კიდევ ვიტყვი, რომ ეს რაოდენობა შესაძლოა მეტად გაიზარდოს, რაც შეეხება საზღვაო ძალებს, ერთი ავიამზიდი, აბრაამ ლინკოლნი, რომელზეც არაერთხელ ვისაუბრეთ, ასევე არის 9 გამანადგურებელი, 2
წყალქვეშიანავი ამონაცემებით და 16 კიდევ დამატებით სხვა ტიპის, სხვა კატეგორიის გემზე არის საუბარი. ამგვარი მობილიზების ფონზე ცხადია, თავად ირანის უსაფრთხოების სამსახურებმა, მათმა სპეცსამსახურებმა სიტუაცია შეაფასეს როგორც რეალური საფრთხე და დაიწყეს ამისთვის მოქმედება, ვიდრე მოგიყვებით მათი მხრიდან სამხედრო მობილიზებაზე, მანამდე ვისაუბროთ ქმედებებზე, რომელიც მათ დაიწყეს სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხომენეის უსაფრთხოებისთვის და გადავიდეთ ამ თემაზე. ხო, ამაზეც გეტყვით, სად არის ეს ფოტო გადაღებული და როდის, ესაც მნიშვნელოვანია და მისი გამომეტყველებაც არის საგულისხმო. მანამდე კი ინფორმაცია თავად, ეს არის Iran International-ი, ასეთი ოპოზიციური მედია ირანული, რომელიც ავრცელებს ამ ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, რეჟიმთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით, როგორც თავად განაცხადეს, რომ აიათოლა ალი ხომენეი უკვე არის გადაყვანილი მიწისქვეშა გვირაბში განუსაზღვრელი ვადით. და თავად ეს ფაქტი ძალიან ბევრ რამეს ცვლის და ნათლად აჩვენებს, რომ ისინი რეალურად ელოდებიან ამერიკის შეერთებული შტატებისგან დარტყმას და სხვა მხრივ სიტუაციის რაც მოგვარების იმედი უკვე აღარ აქვთ. აქ არის ერთი საგულისხმო დეტალი, რომ მსგავსი რამ მოხდა გასული წლის ივნისშიც, როდესაც განხორციელდა ამერიკის მხრიდან დარტყმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე და ისრაელის მხრიდან 12 დღიანი ომის ფარგლებში აიათოლა ალი ხომენეი იყო გადაყვანილი მაშინაც მიწისქვეშა ბუნკერში. სხვათა შორის ამის შესახებ წერს დაწვრილებით აქ ომის შემსწავლელი ინსტიტუტიც, რომელსაც მოყავს კონკრეტული წყაროები და ყვება იმის შესახებ, რომ რას გულისხმობდა აიათოლა ალი ხომენეის ბუნკერში ყოფნის პირობებიც კი. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ მას არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონდა, არანაირი ელექტრონული მოწყობილობები არ უნდა ყოფილიყო მის გარშემო, იმისთვის რომ ვერ მომხდარიყო დაფიქსირება, სად შეიძლებოდა ყოფილიყო კონკრეტულად ის და მათ შორის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი აღნიშნავს აქ ერთ-ერთ ფაქტს, რომ თავად ირანის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მათ შორის მათი პრეზიდენტი, როდესაც საუბარი იყო გარკვეულ მოლაპარაკებებზე, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით უკვე ბოლოს, აი ამ პროცესის დასრულების შემდეგ, მას შემდეგ რაც დაარტყეს ბირთვულ ობიექტებს, ვერ უკავშირდებოდნენ ხომენეის გარემოცვას, იმიტომ რომ მათთან არ ჰქონდათ არანაირი კონტაქტი. აი ესეთი საინტერესო ფაქტიც მოიყვანა, რომ დაუბრუნდეთ ახლა ამ ამბავს, რაზე არის საუბარი. სიტუაცია აღწერილია ასე, რომ თეირანში კონკრეტულად არის გვირაბების ქსელი, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას, სადაც არის განლაგებული ეს განსაკუთრებულად დაცული ობიექტები, ეს მიწისქვეშა ბუნკერები და აი ამ სადღაც აი აქ ყავთ მოკლედ შეფარებული ახლა აიათოლა ალი ხომენეი, ასე ერწყმუნება ყოველ შემთხვევაში ეს წყარო და აქვე დამატებით არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აიათოლამ თავის მესამე ვაჟს გადაულოცა, ასე ვთქვათ, თავისი უფლება-მოვალეობები მის ერთ-ერთ შვილს, რომელიც არის ახლა მის ნაცვლად პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირი, თავად კი თავის პირველ მემკვიდრესთან ერთად, ეს მნიშვნელოვანი დეტალი არის, პირველ მემკვიდრესთან ერთად, უფროს ვაჟთან ერთად არის და უსაფრთხოების რაღაც ჯგუფთან ერთად ჩასული მიწისქვეშა ბუნკერში. რაც შეეხება ამ ფოტოს, რომელიც აღნიშნე, ეს არის გადაღებული პარასკევს 2 დღის წინ და აქ არის ესეთი სიტუაცია, პარასკევის ლოცვა იყო, როგორც გავეცანი წყაროებში ინფორმაციას და რამდენიმე წუთით, როგორც წესი ხომენეი ხანგრძლივად მიდიოდა ხოლმე აი ამ ლოცვაზე, პარასკევის ლოცვაზე, გადაგებდა, მიმართავდა ხალხს და ასე შემდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში 5-10 წუთით გამოჩნდა ის კამერებთან, რომ შემდეგ უკვე რეჟიმის პროპაგანდას ეს კადრები ეჩვენებინა ხალხისთვის, რომ თითქოს ლიდერი ადგილზეა, ყველაფერი რიგზეა და ამის შემდეგ ის აღარ დარჩენილა. და ეს არის ერთ-ერთი ბოლო კადრი მისი, რომელიც ამ დროისთვის არსებობს და აქ არის საინტერესო დეტალი, ვიდეო კადრებიც იყო ამის აი ამ დროს გადაღებული, სადაც ის გაფაციცებით იყურება, ძალიან დაბნეულია და გაფაციცებით იყურება ცაში,
მაღლა. აი ამ მომენტზეა ეს ტოპ კადრიც სწორედ გაჩერებული, რომელიც შემდეგ უკვე ძალიან ბევრგან გაზიარდა და სწორედ ასეთი შეფასებები იყო, რომ მის გამომეტყველებაზეც კი იგრძნობა, რომ ის ყველა წერტილიდან და ყველა მომენტში ელოდებოდა საფრთხეს და მის გარშემო ეს უსაფრთხოების თანამშრომლებიც იყვნენ ძალიან დაძაბული. მოკლედ აი ესე ცაში იყურებოდა, ვიდრე ბუნკერში ჩავიდოდა აიათოლა ალი ხამენეი, თუმცა ამის მიუხედავად აი ამ პრევენციული უსაფრთხოების ზომების მიღების მიუხედავად ირანის რეჟიმი და თავად ხამენეი იმუქრება არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ და ისრაელის მიმართ, არამედ ყველას მიმართ, ვინც ირანზე რაიმე ფორმით მიტანილ პოტენციურ იერიშში რაიმე მონაწილეობას მიიღებს. აქ სწორედ ამაზე არის საუბარი. ირანის ხელისუფლებამ უკარას უგზავნის კონკრეტულად დონალდ ტრამპს და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სამხედრო მოქმედება მათ წინააღმდეგ გახდება საფუძველი სრულმასშტაბიანი ომის დაწყების და დამატებით არის ესეთი განმარტება, რომ იგულისხმება თუნდაც ლიმიტირებული და წერტილოვანი დარტყმები, აი ასეთ შემთხვევაშიც კი ნათქვამია, რომ ირანი აუცილებლად მას შესაბამის პასუხს გასცემს. როდესაც ვსაუბრობთ შესაბამის პასუხზე, აქ ნახსენები იყო ისაც, რომ აბრაამ ლინკოლნს გავანადგურებთო, ბაზებს დაგიბომბავთ რეგიონშიო, რაც მანამდეც უთქვამს, აი ეს აბრაამ ლინკოლნის განადგურება ერთ-ერთი ახალი მუქარა იყო, სხვათა შორის რაღაც AI-ით გაკეთებული ვიდეოც შემოხვდა, სადაც F-35-ებს ყრიან ირანული რაკეტებით და ბომბავენ აი ამ დიდ ავიამზიდს, რომელზეც განლაგებული არის ათეულობით ავიაგამანადგურებელი თავის მხრივ. ხო, ესეთ პროპაგანდისტულ ხერხებსაც ისინი რა თქმა უნდა იყენებენ იმისთვის, რომ რაღაცა წარმოაჩინონ საკუთარი ძლიერება. აი ასეთი ფოტოები ბევრი ვრცელდება ასევე ბევრი ვიდეო, სადაც ჩანს ირანის რეჟიმის სამხედრო შესაძლებლობების, რაკეტების არსენალი და ასე შემდეგ და ასევე ვრცელდება ინტერვიუები სამხედრო მაღალჩინოსნების, აქ საუბარია იმაზე, რომ არმიის ხელმძღვანელობამ გამართა შეხვედრები სახმელეთო ძალებთან, ასევე IRGC-ის, ანუ ირანის რევოლუციის გუშაქთა კორპუსის წარმომადგენლებთან და მთავარი გზავნილი ერთი არის, რომ ასე ბოლო ამოსუნთქვამდე ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ ირანის დასაცავადო, ასეთ განცხადებებს აკეთებენ. ხო, და გარდა ამისა, აი აქ საუბარია იმაზე, რომ ირანულმა მედიამ გაავრცელა ეს ფოტო, ეს არის ისრაელის რუკა, როგორც ხედავთ, ზედატანილი მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტებით თუ კომერციული ობიექტებით და მონიშნულია წითელი წერტილებით ის ადგილები, რომელსაც ემუქრება ირანი, ამ შემთხვევაში ისრაელს, არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ცხადია ისინი მუდმივად ემუქრებიან ისრაელს და მთელი ჩამონათვალი არის, რომ აი ამ ყველაფერს გავანადგურებთ, თუ თქვენ გაბედავთ და ჩვენ წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯს გადადგამთო, მოკლედ მუქარები მატულობს ირანის მხრიდან, ეს არ არის გასაკვირი ცხადია. და რას აკეთებს ამასობაში მეორე მხარე. აქ საინტერესოა ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების კოორდინირებული მუშაობა პირველ რიგში ცხადია. სულ რამდენიმე საათის წინ სამხედრო ხელმძღვანელობა, კონკრეტულად ამერიკის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელი ბრედ კუპერი შეხვდა ისრაელის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებს და მათ ისაუბრეს ცხადია მოსალოდნელ სცენარებზე, ისაუბრეს იმაზე თუ როგორ უნდა მოხდეს ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა კოორდინაციაში ერთმანეთთან და როგორც ჩანს, მათ ყველაფერი, ყველა შესაძლო სცენარი როგორც თქვი გაიარეს და თავის მხრივ ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობამ უკვე განაცხადა ჯერ კიდევ 2 თუ 3 დღის წინ, რომ ისინი მზად არიან თუ წინა ჯერზე, როდესაც თორსები 14 იანვარს განიხილებოდა შესაძლო ოპერაციის ჩატარება სწრაფი დარტყმების მიტანა ირანზე, მაშინ არსებობდა რისკი თავად ისრაელის ხელისუფლებამ და სამხედრო
ხელმძღვანელობამ ჩააყენა ამის შესახებ საქმის კურსში ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებები, რომ არ იყვნენ ისინი მზად საპასუხო დარტყმებისგან თავის დაცვისთვის საკმარისად, ამას სჭირდებოდა უფრო მეტი მობილიზება, მეტი რესურსების თავმოყრა, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების დიდი ძალებით ჩართვა იმას, რასაც ვხედავთ ფაქტობრივად ამ დროისთვის და როგორც ჩანს ამის შემდეგ მათ ყველა ზომა უკვე მიიღეს და სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ იმ შემთხვევაში თუ იქნება როგორც შეტევითი ოპერაციები, ასევე იმ შემთხვევისთვის თუ დაჭირდებათ მათ საკუთარი ქვეყნის დაცვა საპასუხო დარტყმების დროს. სამხედრო მზადყოფნა, მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა გაგებით სახეზე არის, ახლა უკვე ჯერი არის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. თავის მხრივ ტრამპი ძალიან თავდაჯერებულად საუბრობდა ბოლო განცხადებაში ირანთან დაკავშირებით, ამბობდა რომ უზარმაზარი ფლოტილია მიემართება ირანისკენო და ჩვენ ყველა ვარიანტს განვიხილავთ და ნახოთ რა მოხდებაო. ნუ ცხადია მას არ დაუანონსებია რომ ამას გავაკეთებთ ან არ გავაკეთებთ. და ნუ ამავე განცხადებებში ის შეეხო მის მიერ მანამდე გაჟღერებულ წინადადებასაც, სადაც მან თქვა რომ ნუ კარგი ამბავი მოხდა ერთი ის რომ ჩემი მოწოდების შემდეგ მათ შეაჯერეს 800 მეტი ადამიანის ჩამოხრჩობის გადაწყვეტილებაო და მოდით ახლა ამას გავყვეთ. შეაჯერეს კი აი ეს რთული სათქმელი არის მით უმეტეს იმ ფონზე რომ ტრამპის ამ განცხადებას ყოველ ჯერზე ძალიან მწარედ დასცინიან თავად ირანში. ამ შემთხვევაში ირანის მთავარი პროკურორი ამბობს რომ ტრამპის ეს განცხადება 800 მეტი ადამიანის სიკვდილით დასჯის შეჩერების შესახებ არის სრული ნონსენსი. ეს არის ტყუილიო პირდაპირ იძახის და ჯერ ერთი არც ამგვარ ციფრებზე არ არისო საუბარიო და მეორე კიდევ ირანის სასამართლოს არანაირი მსგავსი გადაწყვეტილებები არ მიუღიაო. ესაც პასუხი ტრამპს თითქოს რაღაცა პროგრესი შეინიშნება, თუმცა თავად ის ამბავი რომ ტრამპი ამაზე ხაზს უსვამს, ესაც გასაგები არის, რატომ წარმოაჩენს თითქოს რაღაცა პოზიტიური ხდება. დიდი ალბათობით მან დარწმუნებით იცის კიდევაც რომ მსგავსი გადაწყვეტილებები არ არის მიღებული, მით უმეტეს რომ სადაზვერვო ინფორმაციები არსებობს იმის შესახებ რომ უკვე დაიწყო სიკვდილით დასჯის პროცესი, მაგალითად აი აქ საუბარია იმაზე რომ ერთ-ერთი ვინც აი ამ აქციების დროს დაკავებული 10 დღის წინ დაკავებული ახალგაზრდა კაცი სიკვდილით უკვე დასაჯეს. ეს ახალგაზრდა კაცი არის ალი რაჰბარი, სპორტის მწვრთნელი ქალაქ მაშადიდან, სადაც ის დააკავეს 10 დღის წინ. და აი ამ წყაროს მიხედვით 23 იანვარს გავრცელებული ინფორმაცია არის და რა თქმა უნდა რომ გუშინ დილითო ის სიკვდილით დასაჯეს. ასე რომ არაფერი არ იცვლება ირანის რეჟიმის მიდგომებში და ამაზე როგორც ჩანს გავლენა ვერ იქონია ტრამპის მოწოდებებმა. ეს უკვე აშკარა ფაქტია. განცხადებების დონეზეც და მოქმედებების დონეზეც. შესაბამისად, თუ კი რამე წითელი ხაზი არსებობს, მათ აბსოლუტურად ყველაფერი გადალახეს და არც უარყოფენ ამას რომ გადალახეს და პირიქით იმუქრებიან. შესაბამისად, ამის გათვალისწინებით, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ტრამპს არანაირი საფუძველი აღარ აქვს ახლა, რომ არ მიიღოს სამხედრო მოქმედებებზე ბრძანების გაცემის გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს თუნდაც პოლიტიკურად და იმიჯურად მას ძალიან დააზარალებს, მით უმეტეს ამ ამბის ამხელა რეზონანსულობის შემდეგ, ამხელა მსხვერპლის შემდეგ და ამხელა სამხედრო გადაადგილებების შემდეგ, რაც თავადვე უზრუნველყო ხო ტრამპმა გასცა ბრძანება, რომ იქ გადაესროლათ ამ მოცულობის სამხედრო რესურსები. ამიტომაც თქვი თავში რომ არათუ დაარტყამს თუ არა ამერიკა ირანს, არამედ როდის დაარტყამს ამერიკა ირანს, ახლა ეს არის მთავარი საკითხი. ხო, როდესაც საუბრობთ თავად ირანის რეჟიმის მოქმედებებზე, აქ ითქვა წინა დღეებშიც რომ ისინი ხალხს სნაიპერული შაშხანებიდანაც კი ესროდნენ
შენობის სახურავებიდან, თუმცა იმის გამო რომ იქ ახლაც არის ინტერნეტი შეზღუდული და წინა დღეებში მით უმეტეს საერთოდ არანაირი კონტაქტი არ არსებობდა, მხოლოდ რამდენიმე ვიდეო ვრცელდებოდა Starlink-ების მიღებების აი მოწყობილობების საშუალებით, რაც ასევე საბოლოოდ მოსპეს. ეს იყო მხოლოდ განცხადებები, ხო? ეყრდნობოდა ადგილობრივების გზავნილებს, მესიჯებს და როგორღაც გამოტანილ ინფორმაციას, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა რომ თქვენი ყურადღება შევაჩერო აი ამ კადრებზე, რომელიც გავრცელდა როგორც უკვე რეალური მტკიცებულება, სნაიპერული შაშხანები. ეს როგორც ხვდები ამ კადრით, ეს არის რუსული სნაიპერული შაშხანა, SVD თუ არ მეშლება. და, ჩანანაკ სნაიპერები ერთ-ერთი შენობის სახურავზე. ესაც მტკიცებულება იმის, რომ მართლაც დამიზნებით ესროდნენ ხალხს. პრინციპში ამას რაღა ბევრი მტკიცება ჭირდება, არ ვიცი, უკვე ავირიე ციფრებში იმხელა მსხვერპლის სახელდება მინიმუმ 10,000, ზოგი მონაცემებით 15,000, ზოგი მონაცემებით 20,000 და მეტიც კი. კაცმა არ იცის, ეს ოდესმე ალბათ გაირკვევა და რეალური მონაცემები გახდება ცნობილი, თუ შეიცვალა ცხადია რეჟიმი და თუ შეიცვალა იქ ვითარება, ალბათ ძალიან ბევრი მტკიცებულება გამოვა კიდევ და ძალიან ბევრი ასეთი კადრიც, რომელიც ჯერ არ გვინახავს, მაგრამ ალბათ ადგილობრივი ხალხი ინახავს ამას თავის ტელეფონებში, ესაც ძალიან საინტერესო კადრი არის. ამ შემთხვევაში ხედავთ, რომ პიკაპებზე ესე ამხედრებული უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები, ბასიჯები, თუსხოები, მას ხალხს პირდაპირ ცეცხლსასროლი იარაღით ავტომატებიდან ესვრიან. ესეც ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ რა ფორმით ჩაახშეს პროტესტი ირანში. ხო, პრინციპში მათ ეს თითქმის სრულად მოახერხეს, შესაძლოა არის პატარ-პატარა კერები სხვადასხვა ქალაქებში, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში არ შემხვედრია და არ მინახავს მე არც ერთი კადრი ან ინფორმაცია, რომ ახლაც მიმდინარეობს იქ რაიმე დიდი შეკრებები, ძირითადად პროტესტმა გადაინაცვლა იცით დაკრძალვებზე, სადაც მსხვერპლთა ამ პროტესტის დროს მოკლულთა დაკრძალვის ცერემონიები იმართება იქ რაღაცა ძალიან ემოციური კადრებია, სხვა შორის წინა ვიდეოშიც მქონდა ნაჩვენები და ესეთ კიდევ ბევრი შემხვდა, სადაც ხალხი ტაშით, ოვაციებით, სიმღერით და ცეკვით აცილებს აი ამ დაღუპულებს. და ერთ-ერთ ირანელ ჟურნალისტს უსმენდი, რომელიც აი ამ პროცესს განმარტავდა და ის ამბობდა, რომ ეს არის ძველი ირანული ტრადიცია და აი ამ ფორმითაც კი ისინი რეჟიმს ისლამური რესპუბლიკის აიათოლას რეჟიმს უპირისპირდებიან და აჩვენებენ, რომ ისინი სხვა ხალხია, სხვა ტრადიციები აქვთ და ისლამური რელიგიური პოლიტიკური მმართველობა არის თავსმოხვეული მმართველობა რეალურად მათთვის. რაც შეეხება მკვლელობებს, აქ არის კიდევ ერთი დიდი ცინიკური ამბავი, საშინელი ამბავი, რომელიც ეხება ცხედრების გამოტანას. არაერთი ინფორმაცია წავიკითხე, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ხალხს ფულს ახდევინებენ იმისთვის, რომ საკუთარი ოჯახის წევრები ცხედრები გამოიტანონ მორგებიდან და დაკრძალონ. ამაშიც კი და სხვათა შორის იმასაც ვკითხულობდი, რომ ტყვის ფულსაც კი არა თუ გამოსვენების ფულს ახდევინებენ, რომ დართონნება რომ გაიყვანონ ცხედრები. არამედ ტყვის ფულსაც კი ახდევინებენ, რომელიც მათ ესროლეს მოსაკლავად. არ ვიცი, ამას რა შეიძლება დაერქვას. თუ არა ომი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. ბოლოს ისევ დაუბრუნდები სამხედრო ოპერაციის მზადებას და კიდევ ერთი ინდიკატორი იმისა, რომ ეს შესაძლოა ძალიან ახლოს იყოს ეს პროცესი, არის ის, რომ ბოლო დღეებია, ბოლო 2 დღეა პრინციპში განსაკუთრებით ძალიან ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანში ირანის მახლობლად ან ისრაელში და ისრაელის გარშემო ძალიან შემცირდა ფრენები და არაერთი ავიაკომპანია იღებს გადაწყვეტილებას, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ან შეცვალონ მარშრუტები, ან საერთოდ გააუქმონ ფრენები, რომელიც იყო ამ მიმართულებით.
ეს არის ერთ-ერთი მათგანი, სადაც ამ ინფორმაციაში საუბარია იმაზე, რომ ისრაელის საჰაერო სივრციდან უკან გაბრუნდნენ თვითმფრინავები. აქ არის სკრინი, როგორც ხედავთ, რომელიც ამოღებული არის Flight Radar-ის საიტიდან და ასახავს სწორედ აი ამ მომენტს, როდესაც თვითმფრინავების უკან გაბრუნება მოხდა ისრაელის საჰაერო სივრციდან. აქვე გთავაზობთ, რომ ახლა შევხედოთ, თქვენთან ერთად შევხედავ ლაივში, რა ხდება ირანის ცაში. Flight Radar-ის პროგრამის მეშვეობით, ეს არის ვებგვერდი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს და შესაძლებელი არის მისი მეშვეობით მონიტორინგი ფრენების, ვისადმი ფრინავს, სად რა ხდება. და აი აქ ჩანს ირანის გარშემო, ხედავთ რომ რამხელა მოძრაობა არის, თუმცა თავად ირანის ტერიტორიაზე ძალიან ცოტა თვითმფრინავია, უფრო მეტია ვიდრე გუშინ იყო. პრინციპში ეს თემა გუშინ გახდა აქტუალური, იმიტომ რომ გამოჩნდა პირველი განცხადებები სწორედ ავიაკომპანიების მხრიდან აი ამ საჰაერო მარშრუტების ცვლილების შესახებ, ამ ფრენების ტრაექტორიის ცვლილების შესახებ და ეს ხდებოდა იმის პარალელურად, რომ მანამდე დადასტურდა ცოტა ხნით ადრე აბრაამ ლინკოლნის უკვე თავის მოქმედების არეალში აი ამ დანიშნულების ადგილზე მისვლასთან დაკავშირებით ომანის გარშემო შევიდა საბოლოოდ ეს ავიამზიდი, ამერიკული ავიამზიდი ირანის მახლობლად გათიშეს სიგნალები და იმ მომენტიდან ნებისმიერ წუთს შეიძლება რამე მომხდარიყო და შეიძლება რამე მოხდეს. აქედან გამომდინარე, აი ამ ესაც ერთგვარი ნიშანი იყო, ერთგვარი ინდიკატორი იყო სიტუაციის შესაძლო დაძაბვის და გახდა ეს თემა რეზონანსული. გუშინ არაფერი არ მოხდა, ხედავთ დღესაც, მაგრამ კაცმა არ იცის როდის რა იქნება. რაც უკვე არაერთხელ თქვი. აქვე კიდევ მაქვს ერთი საინტერესო ინფორმაცია თქვენთვის, ეს ეხება უკვე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მიღებულს. CNN-ი ავრცელებს ამ ინფორმაციას, პირველ წყარო არის CNN-ი, სადაც ნათქვამი არის, რომ ამერიკამ მიიღო ათეულობით ირანელი პოლიტიკოსის და დიპლომატის დეპორტირების გადაწყვეტილება ირანში. სწორედ ამ პროცესებიდან გამომდინარე და თავად ეს ნაბიჯიც აჩვენებს იმას, რომ არაფერი არ ხდება იმისთვის, რომ სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს და აჩვენებს იმას, რომ ფაქტობრივად შევდივართ საომარ ფაზაში. სხვა არაფერი ქვია ამას. ბოლაპარაკებები არ არის, ტრამპმა ყველა მცდელობა ირანელების დაბლოკა, მათ შორის მან არ დაუშვა დავოსში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, რომელსაც სურდა, წინაზეც გიყვებოდით მე მგონი ამ გარემოების შესახებ. არანაირი მოლაპარაკებები არ იმართება და დიპლომატებსაც და პოლიტიკოსებსაც ადეპორტებენ ქვეყნიდან ამერიკის შეერთებული შტატებიდან ირანში. აიათოლა, როგორც გითხარით, ბუნკერშია, გემები და ასობით ავიაგამანადგურებელი პოზიციებზეა განლაგებული. ის გადაგვჭა, რომ უბრალოდ დაველოდოთ პროცესს და ავითვალოთ დრო. ეს არის და ეს. საინტერესოა მერე როგორ განვითარდება პროცესი, იქნება თუ არა საპასუხო დარტყმები ირანის მხრიდან, დაემუქრება თუ არა რეალური საფრთხე ისრაელს, ან ამერიკულ ავიაბაზებს რეგიონში და ასე შემდეგ. ბევრი სამხედრო ანალიტიკოსი განიხილავს სხვადასხვა ვერსიებს, თუ როგორი შეიძლება იყოს პირველი ლოგიკური ნაბიჯები, რა შეიძლება იყოს პირველი სამიზნეები. აქ აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ საფრთხეებიდან გამომდინარე სწორედ ირანის სარაკეტო შესაძლებლობებს დაარტყამენ პირველ რიგში, თუ დაიწყება ეს სამხედრო ოპერაცია. დაარტყამენ მათ საჰაერო თავდაცვის სისტემებს ამავდროულად, პრინციპში ისე როგორც მოხდა ივნისის თვეში, როდესაც 12 დღიანი ომი იყო, ისრაელის ავიაციამ ჯერ საჰაერო თავდაცვა გაუნადგურა ირანს, შემდეგ უკვე ვნახეთ, რომ უპრობლემოდ დაფრინავდნენ ისინი მთელი 2 კვირის განმავლობაში ფაქტობრივად ირანის თავზე და ბომბავდნენ უკვე სხვა სტრატეგიულ ობიექტებს, ბომბავდნენ რაკეტების განთავსების ადგილებს, გვირაბებს და ასე და ასე შემდეგ და საბოლოოდ ეს ყველაფერი დაგვირგვინდა ბიორებით ამ ბირთვული ობიექტების განადგურებით, ხო? ამ შემთხვევაში დაახლოებით იგივე სცენარს ლოგიკურად ვარაუდობენ, რომ პირველ რიგში არსებული საფრთხიდან გამომდინარე ისინი დაიწყებენ ნადირობას საჰაერო თავდაცვის სისტემებზე ირანის და შემდეგ უკვე ამ რაკეტის გამშვებ მოწყობილობებზე და თავად რაკეტების განთავსების ადგილებზე. ნახოთ ჯერ ფაქტია რომ მოქმედება არ დაწყებულა, მაგრამ არის ძალიან უცნაური
და ესეთი მეტად დაძაბულობის გამომწვევი სიჩუმე შტორმის დაწყების წინ როგორც იტყვიან ხოლმე. და ვიდრე შტორმი დაიწყება, ბოლოს აი ამ ამბით დავასრულება, ამ ფოტოთი. ეს პოსტი არც მეტი არც ნაკლები თეთრი სახლის გვერდზე არის განთავსებული პლატფორმა X-ზე. ტრამპი, რომელიც მიაბიჯებს თოვლში პინგვინთან ერთად, ამერიკის დროშიან პინგვინთან ერთად, აქვე გრენლანდიის დროშას ხედავთ, გრენლანდიას ეწყობა ცხადია ეს პოსტი და ტრამპის სარკაზმი. დაახლოებით ეგეთი ქვეტექსტი ამოვიკითხე მე, რომ შეეგუეთ რაც არის, მე ვამყარებ კონტროლს გრენლანდიაზე. და ეს წარმატების ხაზგასმა არის ესეთი ირონიული და ცოტა ქედმაღლური, ცოტა არა კარგად ქედმაღლური პრინციპში რაც არაკლია ნამდვილად ტრამპს. ხო, ცოტა თემიდან გადახვევა გამომივიდა, მაგრამ ისეთი მსუბუქი პოსტია, მძიმე ამბის მიმოხილვის შემდეგ ცოტა ხასიათს გამოგიკეთებდათ, შეგიცვლიდათ და შესაძლოა გაგეცინათ კიდევ მე ნამდვილად გავერთე ამ პოსტის ნახვის შემდეგ. ნახოთ აბა ირანთან დაკავშირებით თუ იქნება ტრამპის ირონიული პოსტები, ეს გააჩნია როგორ დასრულდება ეს ამბავი. ყოველ შემთხვევაში ვენესუელის შემდეგ, მადუროს აყვანის შემდეგ ტრამპს ჰქონდა ასეთები არაერთი ძალიან გაერთო, იქ იყო რაღაც ვიეტნამის მუსიკით გაფორმებული ვიდეოები, სადაც ფეიერვერკები ჩანდა, ეს ამერიკული შუაულმფრენების გადაფრენა და დაბომბვა და ამ შემდეგ. ხო, მოკლედ, ნახოთ აბა ირანის დაბომბვის კადრებსაც თუ ვიხილავთ, ახლა მთავარი კითხვის ნიშანი ეგ არის. ნახოთ დაველოდოთ, ვიდრე ფაქტები არ გვექნება, მაინც 100%-ით ვერაფერს ცხადია ვერ ვიტყვით და ვერ დავამტკიცებთ, მაგრამ ძალიან მაღალია ამის ალბათობა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. აქვე გეტყვით, რომ რადგან გრენლანდიას შევეხეთ, მე როგორც იცით შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა ჩემ ძალიან კარგ მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად ვაკეთებ კიდევ მეორე პროექტს, რომელსაც ქვია ბოლო სიტყვა, რომელიც ასევე შეგიძლიათ იპოვოთ YouTube-ზე, გამოიწეროთ თუ არ გაქვთ გამოწერილი და იქ ყოველ კვირეულ ფორმატში ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში მე შეიძლება უფრო მოუხშიროთ კიდევაც ვნახოთ როგორ წავა საქმე. ყოველკვირეულად განვიხილავთ მთავარ გეოპოლიტიკურ ამბებს, მთავარ პოლიტიკურ თემებს მიმოვიხილავთ ამ კვირაში. მთავარი იყო დავოსის ეკონომიკური ფორუმი, გრენლანდიის თემა, უკრაინის საკითხი, ირანის ცხადია, ამ ყველაფერზე ვისაუბრეთ, ფართოდ გავშალეთ დისკუსია საქართველოსდან, საქართველოს პერსპექტივიდან, ასე ვთქვათ, ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან. ეგეთი სამკუთხედი გვაქვს, ასე ვთქვათ, ეგეთი კონცეფცია გვაქვს და აი ამ სამივე ლოკაციიდან მიმოვიხილავთ ხოლმე მთავარ მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებს. ხო, დავოსში საინტერესო იყო ასევე აზერბაიჯანთან და სომხეთთან დაკავშირებული საკითხიც, რომელიც პირდაპირ გვიკავშირდება პრინციპში, იქ მთელი შეთანხმებები მიდის იმაზე, რომ ტვირთებმა გაიაროს არა საქართველოს გავლით, არამედ ამ შემთხვევაში უკვე სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით და ამ შემდეგ ეს ძალიან ბევრ რამეს ცვლის და მინიმუმ რბილად რომ ვთქვათ დასაფიქრებელი არის ყველა ჩვენგანისთვის. მოკლედ ეს თემები თუ გაინტერესებთ, გადადით, მოისმინეთ, შეაფასეთ და გამოიწერეთ ბოლო სიტყვა აუცილებლად, თუ ამ დრომდე არ გაქვთ გამოწერილი და თუ არ იცოდით ამ არხის არსებობის შესახებ. აქ რაც შეეხება ამ ვიდეოს, ამით დავასრულებ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის. დაალაიქეთ თუ მოგეწონათ, არ დაგეზაროთ, ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი არის, უმარტივესი არ უნდა ლაიქის დასმას. ამით თქვენ არაფერი დაგაკლდებათ, სამაგეროთ მოემატება რეიტინგი ვიდეოს და უფრო მეტ ადამიანთან მიაღწევს, რაც არის ჩემი მიზანი ამ შემთხვევაში. ჩემი მიზანი არის ასევე რომ აუდიტორია გაიზარდოს, თუ არ ხართ არხის გამომწერები გამოიწერეთ და ასევე ცხადია დატოვეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები, რას ფიქრობთ, თუ გნებავთ გამოკითხვა ჩავატაროთ. ვინ ფიქრობთ რომ იქნება დარტყმა, ვინ არა, დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში და როგორ წავა ეს საქმე. აუცილებლად გამომეხმაურეთ. აქვე ძალიან დიდი მადლობა ვინც დონაციას ეწევა, უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს, თუნდაც ვინც 1 ლარი გაიღო ოდესმე ამ არხის მხარდაჭერისთვის, ძალიან მეხმარება მე თქვენი ეს ნაბიჯი. გარდა იმისა რომ ფინანსურად წახალისება არის ძალიან დიდი мотиваცია და მე რაღაცნაირად ვალდებულებას მიჩენს, რომ თქვენ ძალიან გინდათ, რომ
გაგრძელდეს ეს პროექტი და მეც არ ვაძლევ თავს იმის უფლებას, რომ მოვდუმდე, გავჩერდე და შევწყვიტო აი ამ საქმის კეთება, რასაც ვაკეთებ. ხო, და ვისაც გსურთ, რომ მიიღოთ ამ ამბავში მონაწილეობა, გახდით ჩემი სპონსორები, არის მითითებული ანგარიშის ნომერი ვიდეოს აღწერაში, არის მითითებული PayPal-ის ლინკი, რომელიც თქვათ საზღვარგარეთ თუ ხართ შეგიძლიათ გამოიყენოთ. და არის ასევე Patreon-ის ლინკი, Patreon-ის პლატფორმაზე ჩემი გვერდის ლინკი, რაც არის ძალიან საინტერესო და მოსახერხებელი პლატფორმა, 5, 10 ან $15 შეგიძლიათ გაიღოთ. არჩიოთ თქვენთვის ასურველი პაკეტი, ასე ვთქვათ. პაკეტი ხო, ეგრე გამოდის პრინციპში და გახდეთ ჩემი სპონსორები, თქვენთვის შესაძლოა ეს ძალიან უმნიშვნელო თანხა იყოს, მაგრამ ჩემი საქმიანობისთვის ეს არის მნიშვნელოვანი იმის გათვალისწინებით, რომ მე არ მყავს არც სპონსორები, არც ბრჭყალებში დახელფასებული გახლავართ და სრულიად ენთუზიაზმით ვაკეთებ უკვე ძალიან დიდი ხანია პრინციპში ამას რასაც ვაკეთებ და არ მინდა რომ გავჩერდე. ამით დაგემშვიდობებით, მოკლედ, სულ ეს იყო. დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს, მალე დაგიბრუნდებით იმედი მაქვს, ნახოთ რა მოხდება იმის მიხედვით. ან ირანით დაგიბრუნდებით, ან უკრაინით. უკრაინა დამეჩაგრა ბოლო პერიოდში, მთლიანად ყურადღებას უთმობ ბოლო რამდენიმე ვიდეოში ირანის თემას, მაგრამ უკრაინას აუცილებლად დაუბრუნდები, რამდენიმე კომენტარი წავიკითხე, სადაც იყო ეგ მოწოდებები, რომ უკრაინის შესახებ რატომ აღარ გვიყვებიო და ვიღებ ამ შენიშვნას და აუცილებლად დაუბრუნდებით ცხადია უკრაინას. უკრაინა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და მაგის გაშუქების გარეშე არ გამოვა ეს პროექტი. ნახვამდის, დიდი მადლობა.